მოეყრან მოყვას. არ უნდა მიყვირდეს, იცით? ვთქვათ, მასპინძლობა და მაგრამ მე რაც და ნახე დაღესტანში მსგავსი მეერფები მინახავს. და დამახსოვდა აი მოხუცების ნათქვამის ადრეგზელა. საქართველო და დაღესტანი ერთი ხურჯინის ორი თვალია, რომელიც კავკასიონის ქედზეა გადაკიდული. აი ესე ხატოვნად, ესე ლამაზად სვამდნენ საქართველოს და დაღესტნის სადღეგრძელოს. ცნობილი მოღვაწის მოგონებები კიდევ ერთხელ მიგვითითებს, თუ რაოდენ ახლოს ვარ ჩვენ სულიერად და ხორციელად, რაც საშუალებას აძლევ დაღესტნელებს თქვან, რომ ისინიც ქართველები არიან. შტაბ-ეტილებებზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე თავს ქართველად ვგრძნობ და ქართველს საქართველოზე რა შტაბ-ეტილებები უნდა კონდეს? რაც თქვენ არ იცით? Я как земля, как меня они близкие, родные люди. მე აქაური ვარ. Какое впечатление от собственной семьи или собственной თბილისელი. дома, собственной сад. რა შტაბ-ეტილება უნდა მქონდეს ჩემს სახლზე, ჩემს ოჯახზე? ზალზე სასიხარულოა ეს სიტყვები. ეს სურვილი იყო ქართველი. მით უმეტეს რომ ასეთი სიყვარულის გამოვლინება მრავალ დაღესტნელს ახასიათებს. თქვენი დიდებული წარმომადგენლებიც, მე რამდენიც მინახავს, ყოველთვის არაჩვეულებრივი ვაჟკაცები და დიდებული ადამიანები იყვნენ და როგორ უყვარდათ ქართველები, როგორ გული და სულით ლაპარაკობდნენ საქართველოს შესახებ. მეგობრობა და სიყვარული უსაზღვროა. მათი გამოვლინებები ყოველდღიურად იგრძნობა და მეგობრობა ისეთ ურთიერთობებში გადაიზრდება, რომელთაც საზღვრები არ აქვს. გრიბაედოვი ავიღოთ. გრიბაედოვის რა თქმა უნდა შემოქმედება ეს არის გენიალური, ყველაფერი ძალიან მომწონს, მაგრამ ეხლა მე მინდა გადმოვიდე აი ალის სიყვარულზე მისი მეუღლის მიმართ, რომელიც არსად არ დაწერილა, არსად არ თქმულა, ის ცრემლები არავის არ დაუნახია, რომელიც მე დავინახე. და როგორი სიყვარულითაც უყვარდა მას თავის მეუღლე და როგორი სიყვარულით უყვარს მას თავის საქართველოს თავის მეუღლიდან თავის შვილებიდან გამომდინარე. აი მაგალითად მე ამას ვერ ვიტყვი გრიბაედოვის სიყვარულს კი აღმერთებენ და რაღაც ზეცაში აყავთ ნინო ჭავჭავაძის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ნინო ჭავჭავაძისგან გრიბაედოვის მიმართ უფრო დიდი სიყვარული იყო ვიდრე გრიბაედოვისგან ნინო ჭავჭავაძის მიმართ. ეს ჩემი პირადი ფიქრია და პირადი აზროვნებაა. ორი ადამიანის სიყვარულმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ორი უძველესი ხალხის დაახლოებას, იმ ხალხების, რომელნიც უცხონი არასოდეს ყოფილა. Очень рада, Али, что ты ძალიან მიხარია. ალი რომ აგრძელებ იმ დიდ საქმეს, რომელზეც ოცნებობდა შენი მეუღლე, რომელზეც ოცნებობდნენ შენი მეგობრები. ის დიდი ფილმი, რომელსაც შენ ახლა იღებ, ისტორიაში შევა. როგორც დიდი წვლილი დაღესტნისა და საქართველოს მეგობრობაში. მე ძალიან მოხარული ვარ შენი წარუმატებლად. მეგობრობა ადამიანური ურთიერთობების ერთ-ერთი უმაღლესი ფორმაა და შესაძლო სირთულეების მიუხედავად ყოველთვის გახავს ადამიანების სწორგზაზე. ამის მაგალითია დიდი ქართველი მწერლის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაც. ეს მეგობრობა დღითიდღე მყარდება და სასიხარულოა, რომ დაღესტნის შვილები ინარჩუნებენ ურთიერთობებს, რომელთა ფესვებით საუკუნეთა სიღრმეში მიდის. В лице от троих человек მე დღეს სამი ახალი ადამიანით გავმდიდრდი. ალექსანდრე მაგომედოვით, მანავერ მაგომედოვათი და თქვენით ალი.
მე მიხარია რომ სახელი გაუთქვით დაღესტანს და არა მარტო დაღესტანს არამედ საქართველოს და მთლიანად კავკასიასაც სოფლიო კულტურაში საქართველოში მცხოვრები დაღესტნელები ცდილობენ სასარგებლონი იყვნენ ამ ქვეყნისათვის და ამით დიდი წვლილი შეაქვთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. ძნელია ემოციების გარეშე ილაპარაკო დაღესტანზე. ამ ქვეყანასთან დაკავშირებულია ჩემი პირადად 10 წელი მაგარი მუშაობისა. ცნობილია რომ ჩვენი პროექტით იქ აშენდა უდიდესი ჩრდილოეთ კავკასიაში თეატრი, რომელიც ამშვენებს ქალაქ მახაჩკალის ცენტრს. ეს წლები იყო ძალიან ლამაზი წლები ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად იყო იქ, შემოქმედებაც, მეგობრობაც, ძმაკაცობაც, სიყვარულიც, ვაჟკაცობაც და ყველაფერი. დაღესტანი და საქართველო ერთი მთლიანობაა. ეს გამოიხატება იმ მეგობრობასა და პატივისცემაში, რომელსაც საერთო წარსული და დიდი მომავალი აქვს. რადგანაც ცალკეულ ადამიანთა ბედი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ჩვენი ხალხების ბედთან. ერთი ამბავი ვიცი, რომ ეს კაცი ალი არის ძალიან საყვარელი რომება შეყვარებული არის ქვეყანაზე და ეს არის ქვეყანა საქართველო და კიდევ მის სახელმწიფოზე და სახელმწიფოზე შეყვარებულია პოეზიაზე შეყვარებულია და ყოველთვის გამოირჩევა გულახდილობით თავისი კეთილობისადმი კასმოპარობით და ესეთ პოეზია უმაღლეს გზნობათა გამოხატვის ენაა და მისი ნიჭი მიმადლებული აქვთ რჩეულთ, რათა სიტყვებით გამოხატონ მადლიერებისა და სიყვარულის ღრმა გზნობა. დაღესტანის დიდი პოეტი რასულ გამზადოვი. მის პოეზიაში იკითხება სულიერების ის კოდი, რომელსაც ქვია ადამიანის მიერ ადამიანის სიყვარული, ძმობა და მეგობრობა. პოეტის მიერ წარმოთქმულ სტრიქონს ძმობაზე, მეგობრობაზე და სიყვარულზე ღვთაებრივი ძალა აქვს. მისი პოეზიის